ამაგარია აგერ მზე, ზემოთ შავი ღრუბელი, აქეთ თავს ხმაწვიმა. ახლა ვარ ბათუმში 2 დღე ჩამოსული. ოღონდ დასასვენებლად არა, სამსახური. და იქ სადაც ცხოვრობ, ისეც ხელოდა საღამოს 9-ის ნახევარია. ვიგუდებოდი, ოფლად ვიღრებოდი და მეზარებოდა გამოსვლა სანაპირო არის მართლა ორნაბისე. პრიუსის ერთი გაზის მიდგმა ბოლოს დავძალი თავი და გამოვედი მანქანით. ამ დროს რუსი 1000-ობით კილომეტრს გამოდის. ჩამოდი საქართველოში რომ ზღვაზე დაისვენოს და ჩვენ ყურიზიში გვაქვს მართლა და არ ვიყენებთ ამ შანსს. ახლა მე იმას არ გულისხმობ, ახლა ვიღაცა გამომიხდება და ჩვენ არ გვაქვს საშუალება და რაღაცები რომ დაიწყებს. ბავშვმა გაიარა არ მინდოდა მეჩვენებია. ხო, დაიწყებს აი საშუალება, მაგას არ ვამბობ გასულ. აი ელემენტარულად მართლა საქმიდან გამომდინარე რომ შემთხვევით მოგეცემა შანსი და მაგასაც რო არ გამოიყენებ რა. ხო და 70 კილომეტრია ჩემი რაიონიდან ბათუმამდე თუნდაც. უფრო ახლოსაც არის სხვა, მაგრამ ნუ ბათუმამდე. და 70 კილომეტრს რუსი კიდე სამსახურში დილას იქეთ და 70-ს აქეთ. დადის ყოველდღე სამსახურში და წარმოიდგინეთ ახლა 100 ახლოს რო კონდეს ზღვა რა ბედნიერი იქნება. ჩვენ კიდე ამ შანსს არ ვიყენებთ. აი ეს რადგანაც გვაქვს კანონზომიერება გონია ქართულს, რომ ასე უნდა იყოს და არა და ღმერთი საჩუქარია და გამოვიყენოთ ეგ საჩუქარი, გასო სანამსახლები ვარ და ნუ ვიბოღმებით საქართველოში ჩვენ ვერ ვისვენებ და ვიღაცა გადამტიელები ისვენებს. დავისვენოთ ჩვენს ვინგვიშლის, ხო? ჩვევაში უნდა ქონდეს. რომ შენ თავს დაუთმო. წელიწადში 1 კვირა და მე დატენილი მაუზერივით არიარო.